მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ეთერშია გადაცემა პროფესია, მე კი მისი წამყვანი შორენა სურმანიძე ვარ. ახალციხის მუნიციპალიტეტში მდინარე ურავლის მარჯვენა მხარეს უძველესი მესხური სოფელი მუსხი მდებარეობს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მესხური ტრადიციები და სწორედ ამ ტრადიციების მიმდევარი ქალბატონი უნდა გაგაცნოთ დღევანდელ პროფესიაში. მარიამ ჟუჟუნაძე, მარო ბებო, ასე იცნობენ მას მესხეთში და არა მარტო მესხეთში. ცნობილი ხალხური რეწვის ოსტატი ართგენის სახეცაა. ჩვენ უკვე სოფელ მუსხში ვართ და ამორღობეში ცხოვრობს მარო ბაბო, ეს არის სწორედ მისი სახლი და ახლა მაყურებელს გავაცნოთ ეს ქალბატონი ახლოს და ვნახოთ როგორია 80 წლის დიასახლისის ერთი დღე. დავგზავნოთ. მარო ბაბო! მარო ბაბო! ბატონო, ვიმბრძანდები. გამარჯობა. გამარჯობა გინაცვლე. როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად. ჩვენ ვართ გადაცემა პროფესიიდან, გადაცემა პროფესია გესტუმრათ და მაყურებელს უნდა გავაცნოთ თქვენი ერთი დღე. გლოცოთ. ღმერთმა წარმატება მოგცეთ, როგორ ბრძანდებით? ისვლა მოგცეთ. ძალიან მიხარია რომ ჩვენი გადაცემის თქვენ სტუმარი ხართ. გაგიცანით. გაიხარეთ. ეხლა ვნახოთ როგორია თქვენი ერთი დღე, თქვენი ცხოვრების ერთი დღე. სანამ თავარ საქმეზე გადავიდეთ თქვენ ხელსაქმეზე, მანამდე ვნახოთ რა საქმით ხართ დაკავებული. სოფელში ბევრი საქმეა ალბათ და სოფელში ბევრი საქმეა, თუ საქმე არ იქნება და საქმეს არ გავაკეთებთ, მშიერები დავრჩებით. ამიტომ ცოცხალმა ადამიანს მანამ შეუძლია, უნდა ხელები ანძრიოს, უნდა იმუშაოს, უნდა იცხოვროს. ჩემი დილა იწყება 6 საათზე, 6 საათიდან ამდღარი. მოვემზადები ძროხის მოსაწველად. მეზობელი გამორეკავს ნახის მეც გავიყვან და ასე მივდივარ. შემდეგ შემოვარდზე უნდა დავწურო, რძის დაწურვას მოვრჩები და შემდეგ ყველი უნდა გავაკეთო, ყველს გავაკეთებ და ამის შემდეგ იწყება ჩემი სხვა სამუშაო, ან უნდა დავრგო, ან დარგულები უნდა მოვრწყო. თუ არ დავთესე, შემოდგომაზე ვერ მივიღებ ვერაფერს. ეხლა პამიდორი უნდა გადავრგო. სოფელი შრომატევადია. ვინც დაიზარაო, ვერ გაიხარავ. ვისაც არ დაეზარება და იშრომებს, ის მუდამ მშიერი არ დარჩება, შიშველი არ დარჩება და ჩემი სოფელია და ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ. მიყვარს და ყველაზე ძვირფასი ეს სოფელია ჩემთვის. დაბადებული ვარ ზველში, ასპინძის რაიონში, ერთ-ერთი გლეხის ოჯახში. ჭუაბარეთის საშუალო სკოლა დავამთავრე, საექთანოზე მინდოდა ჩაბარება. მაშინაც ყველაფერი უკუღმართობა იყო, რა ვიცი ახლა. გავაპროტესტე, მათემატიკაში არ დამიწერეს კარგი ნიშანი. მივიყვანე მამაჩემი. პირველი მე გამომიძახეს. ასე მითხრეს, რა ძნელი თემა, ნულთან რომ მუშაობა, ნულის დაშლა და რაღაცა. ყავს 100 ავადმყოფიო და 4 გრამ ნახევარი წამალი გვაქვს. მერე გავადიდი 450 გრამი, უკვე თან მივხვდი რომ 4 გრამ ნახევარი ერგება ავადმყოფსა. თან დავწერე ესე იგი, როგორ ეხლა შლიან რაღაც 2-3 და ქვეით ჩამოდიან და მაშინ ეგრე არ იყო რომ გაყოფდი რაღაცა და მითხრა რომ სწორი არ არის. ვერ უთხარო მე ამ მეთოდით ვიცი მეთქი და მამა ჩემს უთხრა აგერ შენი შვილია და მერე რომ გამოვედით სხვა კაცმა მითხრა რომ შენ სწორი გზით მიდივედი, მაგრამ უნდა გეთქვა რომ მე ასე ვიცი მეტი არა. რომ პატრონი არ მყავდა, ვერ ჩავირიცხე საექთანოზე. მერე ძმაც ამ პერიოდში მუშაობდა გორმეოვნობაში ბრიგადირად. ბავშვიანი ქალი იყო, ბიბლიოთეკარი, კლუბი არ იყო. აგიტაციები ძალიან საჭირო იყო. საველე დაფა იყო პატარა და უნდა დაგეწერა ვინ გააცდინა, ვინ არა. ბრიგადირი იყო ჩემი ძმა. უწერდი და უგზავნიდი რაღაცა და ამ ქალს ამ პერიოდში მე რო დავამთავრე და საექთანოზე ვერ მოვეწყე, ამ პერიოდში მოუწვა დეკრეტულში გასვლა და მიმიყვანა ბიბლიოთეკაში. იმ პერიოდში გაჩნდა მე კოლმეოვნების ფერმაში აღმრიცხველად, რძის პროდუქტების აღმრიცხველად. ცოტა ხანით იქ ვიმუშავე და ისა 55 წლის 29 აპრილს ნიშნობა გქონდა ბეი გაცვალეს. არც ის მიცნობდა, არც მე არ ვიცნობდი, მაგრამ
თავის დეიდას მოვეწონე და თავის დიშვის ნანახი არ გამრი. ყავდათ ნიშნობამდე. მყავდა როგორ არ მყავდა, მაგრამ დალაპარაკებული არ ვიყავი და დაგირიგეს მოკეთრავი. ხო, ისე რომ ვიცოდი რომ მისი დიშვილია, სხვა არაფერი არ ვიცოდი, იმას საერთოდ არ მოგეწონათ მერე? მე ვინ ვიყავი, რა ვქნა ახლა მშობელი რაც იყო, დედამთილის ცოტა ავადმყოფობდა და დედა ჩემი ჯავრობდა რომ ოჯახის მამოძრავებელი ვინც არის, ის ვერ არის კარგად და ჩემი შვილი დაიჩაგრებაო, მაგრამ მამა ჩემმა ამ ხნის კაცი მოვიდაო და მე იმას უარს ვერ ვეტყვიო. და გავატანო და გამატანეს რა ვიცი, გარიგება იყო მაშინ. რამდენი წელი ვიცხოვრეთ, იცი? 55 წლიდან 93 წლის 26 ივლისს დამეღუპა. 20 წელი ხდება ახლა, სულ შავებით დავდივარ და მეჩხუბებიან შვილები გაიხადეო, მაგრამ ის თუ მიწაში გაძლებს მე შავებით ვიყო რა დამიშავდება. წინასწარ რო იცნობენ, უყვართ ერთმანეთი, მოგწონთ ეხანდელი ახალგაზრდობა მაგხრივ. მომწონს, მაგრამ მალე რო ტოვებენ ოჯახს, ეგ არ მომწონს. არც რელიგია და არც ხელისუფლება შიშველი ქალები რო დადიან, შენ რო ასე ლამაზად ჩაგიცვია, იმანად ჩაიცვას რა არის რომ მოკლეკაბა ჩაუცვია და ადამიანები იმიტომ ვართ ცხარსა ის მატყლი ფარავს, ძროხას კუდი ფარავს, სასირცხვილო რამეების ადგილზე რო არ გამოჩნდეს და ჩვენ ადამიანები ვართ, ეგ შეიძლება ასეთ რამეს, რასაც ჩვენი ახალგაზრდობა აკეთებს. აკუთხით არ მოგწონთ თორე. არ მომწონს, არ მომწონს. არა, ეგენი მომწონს. დილით ადრე დგებით, როგორ ახერხებთ ამ ხელოვნებას? ძალიან ადრე ვდგები, 6 არ არის ზოგჯერ რომ მეღვიძება და არ ვდგები. თუ კარგად არის ადამიანი, რა თუნდა მოხუცდილი. ეს მარობაბო სამუშაო ოთახი, აქ ხალხური რეწვის ოსტატი სხვადასხვა უძველესი ნივთების გამოყენებით ტრადიციულ ნამუშევრებს ქმნის. ეს არის ჯარას, საჩეჩელი, სართავები. ეს არის დაზგა, სადაც იქსოვება ხურჯინები. ეხლა კი თავად ვკითხოთ ოსტატს თუ როგორ ეუფლება ამ ხელოვნებას და როგორ იქსოვება ხურჯინი. მარობაბო, რას აკეთებთ ახლა? რას გსოვთ? ძირითადად ვქსოვ ხურჯინს. ხურჯინი იქსოვება ძირითადად ეხლა. ამ დაზგებზე ხალიჩებით ხურჯინები. ხალიჩიც იქსოვება და ისა ჯეჯიმიც შეგვიძლია მოვხსოვოთ, ჯვალოთ შეგვიძლია მოვხსოვოთ. ეს ასეთი ტრადიციული ამას დაზგას ვეძახით, მაგრამ ჰქვია ხანა. ხანა? ხანა. დე. ხანა ჰქვია, ამას ჰქვია ხანა. ეს არის კიდურისა ყდები და ამას ჰქვია კიდევ გასაყარი. შუაზე გასაყარი, რომელსაც ოხის ხეებს ეძახიან რა, ძველებური თქმის ოხის ხეები და ჩვენებურად ეხლა გასაყარად ესე იგი 4-5 ხედი რო შეიკრას, ასე უნდა იყოს. რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი, რა მოგსოვეთ? პირველი ნამუშევარი იყო ისა ქამარი, პატარა ქამარი მოგსოვე. რომ მეფიქრა რომ მე ამ დარგს უნდა მიყვე, უფრო მეც ვისწავლიდი, უფრო მეტი მეცოდინებოდა, მაგრამ რა ვქნა რომ სწავლა იყო მაშინაც, რომ უნდა გესწავლა. დღეს თქვენ უკვე მრავალი ხალიჩის, ფარდაგის ავტორი ხართ. როდის შეეჭიდეთ ამ დიდ საქმეს უკვე მარობაბო? ჯერ დაიწყოთ წინდებით, ქამრით, როგორც ვთქვით, მაგრამ აი ხალიჩების ქსოვაზე. ესაც ვასწავლე. მე პირველ კლასში მივედი და ომი დაიწყო. ძირითადად ცხარი ბევრი ყავდა ხალხს ყველაფერი, მაგრამ კაბაც მატყლისა იყო. ჟაკეტიც მატყლისა იყო, თავსაფარიც მატყლისა იყო, ჩოხაც მატყლისა იყო, შარვალი მატყლისა, წინდები და რამე ხო ამაც ლაპარაკი აღარ უნდა. პლუს ამას ომის დრო იყო ქალები ხელთათმანებს ქსოვდნენ. ან ძირითადი შესამოსელი იყო მატყლით. მატყლი იყო ძირითადი შესამოსი და ამ პერიოდში არავის არ ეცალა რომ ომი იყო, არ იცოდნენ რა მოხდება, ამას მიჯდომოდნენ. ომი რო დამთავრდა, ამის შემდეგ დედაჩემმა რაც მატყლი გადარჩა ჩაცმის რამეს იაფი გამოვიდა ძალიან ისა ნაჭერი მატერია 50 კაპიკი 70 კაპიკიანი ძირითადად ხალხი უფრო შეიმოსა იმითა ამ ფაბრიკული მატყლი გადავარდა და მატყლით იმდენად აღარ იქცეოდა, მაგრამ ისე არა როგორც მაშინ. და ამის შემდეგ მატყლო მოგრუდა დედაჩემმა თქვა მოდი ფარდაგი მოვგსოვოთ. ვისხედით ღამის 3 საათამდე. უნდა გვექვსოვა. თან სკოლაში ვსწავლობდი.
ლამპიშუბზე უნდა მივჯდომოდი იქ მეკითხა იმის შემდეგ ხან უნდა მე გვემღერა ხან ხუმრობები უნდა გვეთქვა ხან რამე მე ზამთრის დიდი ღამეებია გარეთ საცივო სახლს ვეძახდი დარბაზში გავიდოდა დედაჩემი ცივ ვაშს შემოიტანდა რომ არ დაგძინებოდა ვაშს შევჭამდით რაღაცა კიდევ არ თავდით ესე იგი და 46 წელში შევღებეთ ნართი და მოგხსოვეთ ფარდაგი მოგხსოვეთ აქედან დაიწყო ჩემი ხსოვა ახლა სკოლაში დავდივოდი და იმათსავით ერთად ხარ ხსოვდი მაგრამ ხან კიდურზე დავდიდებოდი უფრო დედა იყო შუაზე და მე კიდურზე ვიყავით და ჩემ ხალიჩაში აი ეს ხალიჩა ჩემი მზითებისა და ვიცი რომელიც ჩემი მოგხსოვილია რომელიც ჩემი დისა ან სხვა გოგო იყო კიდევ ჩვენთან ძალიან ბევრი ორნამენტი აქვს სხვადასხვა ფერი არ არის რთული შეურჩიოთ ფერები ორნამენტები ფერებს რის მიხედვით არჩევთ გაკეთება უნდა ფარდაგის ნართი ასეთი უნდა იყოს სამწვერი თან მაგრამ კარგად დართული დართვაში დაგრეხილი დაძახვაში დაგრეხილი და ხალიჩისა აი ეს არის დორეთ დართული თანაც და თან ორწვერია თანამ დორე დართული ამას დაძახვა არ უნდა აგერა ხალიჩი დღეს ხართ არაერთი ხალიჩის ავტორი არაერთი ნამუშევრის ავტორი და როგორც ხედავთ ანუ ერთი ხალიჩის მოქსოვა და სანამ მატყლი მივიდეს იქამდე თქვა საფათ იქცეს ძალიან ბევრი პროცედურა და ბევრი შრომა ჭირდება მე ჩეჩა მაგალითად გვიან დავჭრები 12-მდე 2-მდე ბევრჯერ ვარ როცა კარგად ვიყავი ამ ზამთარს არაფერი არ გამკეთებია ვარ ვიყავი ხო მე ან თუ ადრე მეძინება რაღაცა რა დილით როცა გამევიდება ავდგები და ვარ კიდევ რას გქცევთ მადლობა გარდა ხალიჩებისა და ფარდაგებისა კიდევ რა ნამუშევარი წინდები რა ორნამენტიც უნდა იყოს გქცევ ფარდაგი ხალიჩა ჯეჯიმი მაკრამეს გაკეთებაც ვიცი მაკრამე რა არის მადლობა აი სამაჯურებს იკეთებენ თმაზე რო იკეთებენ ისიც ვიცი კანვაზეც მუშაობა ვიცი სიმინდის ფუჩეთზეც მუშაობა ვიცი ფუჩეთით რას ამზადებთ ხელჩანთა ჭილობი თუნდაც ფუჩეთის ჩანთას გქცევდა ბავშვებმაც იციან საერთოდ ბავშვებმაც იციან იქით ოთახში მაქვს მუზეუმში მაქვს დადებული გქცევთ იმასაც თავისებური დაზგა ეს დაიწყო მარიკა მაისურაძემ აქ 10 ბავშვის წრე ჩამოვაყალიბე და ზაფხულის პერიოდში რაც მოასწრო ის მოგხსოვა იმ ბავშვმა უნდა მოგხსოვა ფარდაგისებური ორნამენტები მერე ხალიჩისებური დაიწყო აგერესა ხალიჩისებური მოდის ესა შემდეგ დაიწყო ისე ფარდაგისებური ორივე არეულო ასე უნდა ბავშვსა და ასე დაიწყო 7 წელია მარბაბოსთან დავდივარ. ვისწავლე ხალიჩების, ფარდაგების ქსოვა, დავდივარ სხვადასხვა ფესტივალებზე მარბაბოსთან ერთად, იმიტომ რომ მე თვითონაც გავყვე ამ საქმიანობას და მქონდეს საკუთარი გამოფენები. და მქონდეს საკუთარი ხალიჩები, საკუთარი ფარდაგები, რომლის ავტორიც მე ვიქნები ასევე. დიდი ხანია რაც მარბაბოსთან ქსოვებზე დავდივარ, ძალიან მომწონს ეს ხელობა და მინდა რომ გავაგრძელო. ასევე არ ყოფილვარ მარბაბოსთან არტგენის ფესტივალებზე და ასევე ძალიან მინდა წავიდე ამ ფესტივალზე. მარბაბო, ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ ხართ არტგენის სახე. ძნელია პოპულარობა. როდის აღმოგაჩინეს და როდის წახვედით პირველად ფესტივალზე? პირველად წავედი 2005 წელს. 2005 წლიდან დაწყებული დღემდე დავდივარ. ზაზა კორინთელი სპეციალურად დაავალებს კულტურის განყოფილებას, რომ მარბაბო ჩამოიყვანოთ. 2005 წელში კულტურის განყოფილებაში, ესე იგი, შემოვლა ჰქონდა, რომ ასეთ ხალხს ეძებდა. არ დამირეკეს, არ მითხრეს და მოვიდნენ, ისე კარგი ხალხი მოვიდნენ. თავისი თანამშრომლების ყველანი ვინც იყვნენ, ყველანი კარგებიან, 4-5 რაღაც, მაგრამ თვითონ რაც უნდათ ის გადაიღეს რამე და მე ის ჩემმა შვილმა მუზეუმში ჩაიყვანა ზუმბაი. ზაზა მითხრა რომ მე ვინ ვარო, დედა იცი ვინ არისო. მაშინ აქ დენი გამორთული იყო რაღაცა და არ ვიცი მართლა ტელევიზიაში, ტელევიზიით საერთოდ არ გამგორია რომ ზუმბა სახელის ვინმე არის თუ არა. მე ქსოვაზე გავარ გადამდგარი. კლუბის გამგეთ მუშაობდი, თუ ღამე გადაცემებია რაღაცა, მე იქ უნდა ყოფილიყავი და ტელევიზიას მოწყვეტილი ვიყავი და არ ვიცნობდი.
მაგრამ მაინც ვთხოვეთ დარჩითო, მაგრამ უკვე რომ მიდიოდნენ მაშინ ვთხარით და აღარ დარჩინე წავიდნენ. და მას შემდეგ ზუმბას არ გაუმართავს ფესტივალი, სადაც თქვენ არ ყოფილიყავთ, სულ თან დაგატარეთ, დამპატიჟეს სტუმარით წავიყვანი ერთი, ჩემი შვილიშვილით სალკე მისცეს მიმართვა რომ ტელეფონის ნომერი და რამე რომ შენც უნდა წამოხვიდე და ვიდრე გათხოვდებოდა ჩემი შვილიშვილი მუდამ დამყავდა 4 წელი მეტი ვიყავით მე გათხოვდა და დამშორდა. არ იცნობდით ზუმბას, როგორც თქვით, ანუ მაშინ გაიცანით, როცა აქ ჩამოვიდა და როცა თქვენ აღმოგაჩინათ. თუ შეხვედრი ხართ ართგენზე ცნობილ პიროვნებებს, ვის შეხვედრი ხართ, ვისთან ქონიათ ურთიერთობა? ძალიან ბევრი ხალხი მოდიან, კონსერვატორიის ხალხიც მოდის, შეიძლება გვარები არ მახსოვს, პარლამენტარებიც მოდიან, მსახიობებიც მოდიან, გვეცნობიან რამე, მაგრამ თუ სურათი ერთად არ გადავიღეთ, თუ არ დავიწერეთ და რაღაცა ცოტა არ მახსენდება. ვის შეხვედრი ხართ, თუ გახსოვთ, აი ვინმეს თუ გამოარჩევთ რაიმე განსაკუთრებული მოგონება? გურამ შარაძე ასეთი კაი ქალი რო ხარ, რამდენი შვილი გყავს? 4 3 შვილი მყავს. შენ 5 მაინც უნდა გყოლებოდა, რომ ასეთი კარგი ქალი ხარ. შვილიშვილებიც რო ვთხარი 5-ზე არ ყოფილიყარ კარგი. საწყალო მე სურათი ერთად გადავიღეთ. აქეთ ნათელა იაძე უდგია, აქეთ მე ნათელა იაძის დროინდელი ამბავია. ის მუშაობდა კულტურის განყოფილებაში. კიდევ ვის შეხვედრი ხართ ქართულ სარაძისა? გოგა გაბაშვილს შევხედრი ვარ, გიგი უგულავა შევხედრი ვარ. გოგა ხაჩიძეს რო ხვდებოდა, ერთი პროექტი იყო რაღაცა აქ მუსხელებს წყალის გამოყვანა უნდოდა. ეს როცა გუბერნატორი იყო სამცხე-ჯავახეთის გოგა ხაჩიძე ეს პერიოდი. გოგა ხაჩიძე გუბერნატორი იყო მაშინ. იმანაც რაღაცა ღონისძიება იყო და ხურჯინი ჭირდებოდა და მოვიდა. ფეხიც მოტეხილი მქონდა და სანახავად მოვიდა ჩემთან და იმის მერე დაახლოებული პიროვნება იყო ჩემთან და არის კიდეც და მიყვარს. და მარტო მიყვარს იმიტომ, ხო მიყვარს და უფრო მიყვარს იმიტომ, სახლი შეუმოწმეს და ნაკურდალი არ ქონდა, ყველას რო ნაკურდალი აქვს, მაგას არ ქონდა ნაკურდალი, მაგას ვენაცვალე რო სუფთა იყო. ვინც სუფთა არის, ის ყველგან სუფთა დგავა. თუ შეხვედრი ხართ პრეზიდენტს ართგენზე ან სანდრა რუღლოვს პირველად? მაგათ არ შეხვედრი ვარ, მაგრამ დანარჩენი ამ ხანაგივით ვიყავით მე და შევარდნაძე. პატიაშვილსაც შეხვედრი ვარ, გუმბარიძესაც შეხვედრი ვარ. კიდევ ვინ იყო მინდა? ესე იგი, ვინც იყვნენ ყველა შეხვედრი ვარ. ამ პრეზიდენტს ვერ შევხედი, იმიტომ კი ვერ შევხვდი. მე რომ გამოფენა მაქვს, არა, ვერავისთვის დამიტოვია, რომ მეც სადაც შეკრება არის, იქ მიდის ის ადამიანი. თქვენთან ხომ მოდიან ხოლმე მარაბაბო? მოდიან, მაგრამ ესე იგი, თქვენ ამ აი, კარებში შესასვლელი რო არის მეგრული ოდა. მაგ ოდაში ვარ მე. ესე იგი, პრეზიდენტმა რო გაიარა, გამოივლის გამარჯვება, მანქანით შედის. ფეხით რომ მოდიოდეს, შეიძლება მოვიდეს ჩემთან, მაგრამ მანქანით შედის და მანქანით გამოდის. მეც ჩემ თავს იმდენ საშუალებას არ ვაძლევ. თანაც ზაზამ პირდება, რომ მარბაბო შენ ადგილზე ეჯექი მე მოვიყვან პრეზიდენტს. ასე მოხდა ბარი გუნდარიძეც იყო ჩამოსული კონცერტში. ბაიარ შაჰინი. ო, ბაიარი. ეგაც მინდოდა რომ ის მექნა. შევხედროდი რომ იქნებ სპონსორობა, იქნებ ვინმე გაგვიჩინოს რომ ეს ქსოვა რო გაქვს. ქსოვა დაიყავ, უნდა იყიდებოდეს რომ და შეახალისო ვინმე ახლა. არა, აქვს ფასი მარაბაბო დღეისათვის თქვენს ნამუშევრებს. თუ ხდება მათი რეალიზაცია, აი ამდენს რომ წვალობთ. ისე რო ვიღაცამ რო იცის ფასი, კი არის, მაგრამ რაც უნდა ღირდეს და როგორც უნდა გაიყიდოს, ისე ვერ ხვდები რა. და დრო ჭირდება ერთი ხალიჩის მოგზაურს მარაბაბო. ერთმა ქალმა გამუდმებით რო ქსოვოს მარტო მობრუნდეს პური ჭამოს და ვიბრუნდეს ქსოვას 3 თვე მაინც უნდა. და გააჩნია ხალჩას თუ პატარას ქსოვ ერთ თვეშიც მოქსოვს. მარაბაბო, ჩვენ ნახეთ რეწვის სკოლა. თუ ყავთ მინდორები, როგორც ვთქვით, რამდენიმე არის, მაგრამ რამდენად არის დაინტერესება ახალგაზრდების მიმართ, რომ შეისწავლონ ეს ხელსაქმე? აგერ დაინტერესება ბავშვები არიან. ისე არიან მსურველები და ეწერნენ, მაგრამ რატო არ მოვიდნენ, არ ვიცი, რემონტს ვწდით და მაგათი მოყვანა არ მინდა, რომ მე მატყლი უნდა ვიყიდო, უნდა წავიყვანო დავარეცხინო, წესი ვასწავლო, იმის შემდეგ დავაჩეჩინო, დავართვენო და ვიწყებ წინდის ქსოვიდან. ვიღაცას ქსოველია და არ უნდა შენი ხალიჩა, იმას უნდა ჭრელწინდები, იმას უნდა ხელთათმანი, იმას უნდა სვიტრი, იმას უნდა ქუდი, ვიღაცას რაღაცა. აი ესეთი რამედან მინდა, ესე იგი უნდა დავიწყო და მივალ ხალიჩამდე და ამაში მინდა 2 წელი. 2 წელი ვინც დამიჯდება, იმას ვასწავლი, ვინც არა რა ვქნა. და თუ არ გამიმართლეს და თუ არ იქნა რა. აი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა აყვანა არის, დროებით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა. მერვე მე-9 კლასელს მოვიყვან. სკოლაშიც ვასწავლი, აქაც ქსოვას ვასწავლი და
სახელმწიფო იქნება თუ მშობელი ჩავაბარებ. დიდი საქმე ჩაგიფიქრებია. ძალიან ცუდი, მაგრამ ძნელი საქმეა, რომ სიცოცხლესთან არის საქმე. ცოტა ამის იმეშინია, მაგრამ ჯუჯამთელი არ არის არ წამოვიყვან. რა სურვილი გაქვთ მარობაბო? აი, რა გინდათ კიდევ რომ გააკეთოთ? აი ეგ მინდა. რა ნატურა გაქვთ რომ ან მაგის აი ჩემი ნატურა ეგ არის, რომ აი ის ზრუნველობა მაკლებული ბავშვებსაც ვასწავლო და ჩემ სოფელში, ჩემი სიკვდილის შემდეგ ეს სკოლა მაინც არსებობდეს. სხვა ოცნება და სხვა მიზანი არაფრის არ მაქვს. მშიერი არა ვარ, შიშველი არა ვარ და სიცივეში არა ვარ. სხვა არაფერი სხვა ჩემი ოცნება ეგ არის და მადლობა ღმერთს, რომ შემისრულდა რომ სკოლა გახსნეს. მარობაბო, დღეს ჩვენი გადაცემა დასრულდა. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ხნეობას პირველ რიგში რომ შეგძლებოდეთ აი ამ ყველაფრის კეთება, რასაც თქვენ აკეთებთ და იმედია მაყურებელიც კმაყოფილი დარჩათ თქვენი ასევე გისურვებთ წინსვლა, წარმატებას, დღეგრძელობას, მრავალი ასეთი ღონისძიება ჩაგატარებინოთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. კარგად იყავით. გაიხარეთ მარობაბო, დიდი მადლობა და კარგად სანდებოდეთ. ჩვენ მოვიარეთ სოფელი მუსხი და შევეცადეთ მარო ბაბო და მისი ხელსაქმე გაგვეცნა მაყურებლისათვის პროფესია ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებად. მომავალ ორშაბათს ჩვენ უკვე სხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახავთ.